ოპოზიცია დღეს სუიციდის მდგომარეობაშია, როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს. ამით თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომლითაც მათი საბოლოოდ განეიტრალება მოხდება. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. წელს ვარ, დღეს ვარ სამტრედიაში, წლების წინ ძალიან ისლამურ ტრადიციაში ჩაუყარა საფუძველი კახი გალაძემ ამ ქალაქში და მეც 2016 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ვარ ამ დღეს სამტრედიაში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და წელსაც ეს ტრადიცია არ დავარღვე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე დღევანდელი დღე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები და მინდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს ეს სარჩელებრივი საჩუქარი. ბატონო ირაკლი, სხვა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით გითხავთ, დღეს ნახეთ, რომ გაიფიცნენ ერთგვარი აქცია იყო და ნახეთ და ალბათ თქვენს ნახავთ კადრებს, რომ აქციის გაფიცვის მონაწილეებს დიდი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, რომ შეაფასოთ დღევანდელი მოვლენები, რაც დედაქალაქში განხორციელდა. ეს არის რაღაც რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი. რაც რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს რეალურად ყველა მიცის რომ მოვლენები ვითარდება ისე როგორც შედის ქართველი ხალხის ინტერესებში 26 ოქტომბერს 2024 წელს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები. რეალურად ყველა ინსტანციამ დაადგინა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია მარჩევნებზე არ მომხდარა. ეს დაადგინა პირველ რიგში ეუთო ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია. ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ და ასევე ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას მისვლას გამოკითხვაზე. მიზეზი არის მარტივი. არავის არ აქვს არავითარი მტკიცებულება არათ გაყალბებასთან დაკავშირებით, რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად ყველაფერი არის დღესავით ნათელი, როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავამტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები. ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი exit polები. შესაბამისად ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი წელს ამის საერთოდ არავითარი რესურსი აღარ აქვს. საგამოძიებო კომისიაზე მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა პარტია, პრინციპში რომ მის დანაშაულებებიც უნდა გამოიწვიოს. ხო, ამ კომისიამ თქვენი აზრით რამდენად სრულყოფილი იქნება ამ შემთხვევაში მუშაობა და კიდევ ერთხელ მიზანი ამ კომისიაში. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება მათი გადასაწყვეტი. თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისათვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მიმართ ამოქმედება შესაბამისი ზომით. ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორი. ხო, მონიტორებს რაც შეეხება ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მათთან საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს. მათ შორის რა თქმა უნდა მივაცდით ჩვენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად უსუსური მცდელობა
თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა გქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს. იგი უბრალოდ მერტკო ევროკავშირის მხრიდან სავარაუდოდ არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, რა კომენტარს გამოგეცეთ? რა ხელახლა არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართულმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, როგორც მოგეხსენებათ, სხვაობა ჩვენ შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით 5 მაგი. ასეთ პირობებში, რაზეა საერთოდ საუბარი, შესაბამისად არ მიგვერს რა თქმა უნდა ევროკავშირის არც ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახლა არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართულმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. ასევე გახარია ბაზისთან დაკავშირებით მინდა. ნახეთ, ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. ბათუმის გუშინებაში გაიმართა აქციაზე დაკავებულების სასამართლო 13 ადამიანი დაკავეს პატიმრობაში, მათ შორის არის ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. რამდენად რელევანტია მისი სისხლის სამართლებრივი გასამართლება დაკავება პატიმრობაში, მაშინ როცა სხვა ჟურნალისტები და თავდამსხმელები ჯერ კიდევ არ არიან არც დასჯილები, არც იდენტიფიცირებულები, არის თუ არა ეს მიზანი მიმართული ქმედება კრიტიკული მედიის მიმართ? ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალ თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთ ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. ხო, დანარჩენზე იმშელეს ბუნებრივია სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება მიიღო შესაბამისი ზომები. ამ თემაზე მინდა ჩაგეკითხოთ, ბატონო, ჩვენ მოვისმინეთ, რომ დადგმული იყო და მონტაჟი იყო იმ კადრების, სადაც ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას, ყველა ფაქტთან მიმართებით. მადლობა. აი ამ კადრებზე მინდა კითხოთ, ბატონო, თქვენი ოპონენტებიდან მოვისმინეთ, რომ დამონტაჟებული იყო კადრები, სადაც პრინციპში ჩანს ხო ის სურათი, რასაც ეიდავება გამოძიება აღნიშნულ ჟურნალისტს, მისგანაც მოვისმინეთ, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ეს ალბათ ერთგვარად აღიარებაც იყო თქვენ აი ამ მიზან მიმართულებით რა მინდა. არც რამონტაჟია საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს, კონკრეტული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, სინამდვილეში ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი, თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის. გამოძიების თავი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით საკუთარი განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ. ეს მორიგი კონსულტაცია გაიმართა უბრალოდ პარტიებში. ეს კლოშა ისე ისინი აბსოლუტურად ვერ შეჯერდნენ საკუთარ დოკუმენტს, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა თავი მოთხოვნა მაინც რჩება, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები. და მოთხოვნა სამდიადაც გავუშვათ. ოპოზიცია არის დაკარგული, სრულიად უსუსური და ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვია, კოლექტიური აცმოძრაობა სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთკენ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ ასე ვთქვათ, აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც დასრულდება მათი საბოლოო განეიტრალებით. ზარქოსთან დაკავშირებით ასე ვიყავ, რა თუ კომუნიკაცია ვიცით, რომ ვერა
ახერხებს ჯერჯერობით დაბრუნებით დატოვებას თუ კომუნიკაცია და რა მოხდა? კი, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მადლობა.